ყველას გვაქვს ერთი ფოტო განსაკუთრებული მრავალი წელიც რომ გავიდეს სიამაყითა და სიყვარულით რომ გავუზიარებთ მეგობრებსა და შვილებს და ვეტყვით. ეს დედაჩემის ახალგაზრდობის ფოტოა. ასე მგონია ყველას მეხსიერებაში ერთი განსაკუთრებული კაბა დედას რომ ყველაზე მეტად უხდებოდა და ის არასდროს ამოვარდება შენი მეხსიერებიდან. მეც მაქვს ასეთი ფოტო მასზე დედა ნანა ძიძიგური 17 თუ 18 წლისაა. ფოტო სოხუმშია გადაღებული და ეს ფოტო მსოფლიოში ყველაზე მეტად ძვირფასია ჩემთვის. მახსოვს მისი ერთი ფარფატა კაბაც ჩემი 9 წლის დაბადების დღეზე რომ მეცვა. მე ზუსტად იგივე კაბა ერთ ცნობილ ფილმში რომ აღმოაჩინე, საშინლად ვამაყობდი ამ ფაქტით. გავაწლები. საინტერესოა ჩემი მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი არქივიდან რომელ ფოტოს აერჩევს ჩემი შვილი ანანო. არ ვიცი, ამას, სადაც ანანო 2 წლისაა, ან იქნება ამას, სადაც მეც ჯერ კიდევ ძალიან პატარა ვარ. ან იქნება იმ ფოტოს აერჩევს, სადაც თავად ძალიან მომწონს საკუთარი თავი. ან ჩვენს ერთობლივ სურათს მარინ აკანის მიერ გადაღებულს. არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ერთი განსაკუთრებული მასაც ექნება. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ჩემი ოჯახის წევრები შეთანხმდნენ, რომ ტელევიზიისთვის ოჯახიდან ერთი წევრი სრულიად საკმარისია და მათ ინტერვიუს ვერც ტელეეთერი და ვერც ჟურნალ გაზეთებში ვერც წაიკითხავთ. არადა მინიმუმ ერთი ადამიანი ვიცი, ვინც ამას ინტერესით გაეცნობოდა. ეს მე ვარ. როგორც ხვდები, ანალოგიური მდგომარეობა ჩემი პირველი სტუმრის შემთხვევაშიც გმირობის ტოლფასი ჩაიდინა ჩემმა კოლეგამ და აქ ამ სტუდიაში პირველად თქვენთან გასაცნობად მოიყვანა დედა, სცენარისტი, თეატრმცოდნე, ტელეწამყვანი, კიდევ რა ვიცი რა ვთქვა, ნიკა წულუკიძე, დედასთან ქალბატონ დოდო წულუკიძესთან ერთად ხავთ მობრძანდით. ბუნებრივია მივესალმები ჩემს აუდიტორიას და ძალიან მიხარია რომ ყველა მოიყვანა დედა ან შვილი გასაცნობად. ქალბატონ დოდო, ვიცი რომ პირველი ამბავია ეს, პირველად ხართ ტელეეკრანზე. დედა თქვენის გამომდინარე ჩვენც ასე დიდი დოზით ჩას ჩვენი შვილი ეკრანზე და მშობლები აღარაა საჭირო მეტად. არა და ინტერესი ძალიან დიდია ბუნებრივია, ხო? აი ამ ინტერესის დასაკმაყოფილებლად ნიკა, რა არგუმენტები ჩართე, ხა მოყევი? მე არაფერი აბსოლუტურად თქვენს პროდიუსერს უთხარი, დაელაპარაკებთ, იმიტომ რომ მანამდე 10 ჯერ შეთავაზეს და მამა ჩემი უფრო კატეგორიულია, რომ რა ისეთ ვის აინტერესებს და რაღაცა. არა და გაინტერესებს. ნუ არ ვიცი, ხო, აი ეს არის ჩემი მშობელი და წარმომშობელი. 29 წლის ბიჭისთვის მე ვფიქრობ, რომ წარმატებულზე ცოტა მეტია იმას, რასაც ნიკა მიაღწია. არ ვიცი, ასეთ შემთხვევაში როგორ ხდება ხოლმე? ეს ყველაფერი თავიდან იდება, მის განათლებაში, აღზრდაში, იცოდით რომ აი ესეთი უნიკალური და ყოვლის მომცველი შვილი გეყოლებოდათ? ხო, გითხარი, გესიამოვნება იცით რაღაცებს გეტყვი. არა, ალბათ აი იმ შრომამ და ნაყოფმა რაც გამოვიღეთ მისი და მისის აღზრდაში მე და ჩემო მეუღლე ახლა ვიმკით იმას, რაც წლების განმავლობაში შეიძლება წვალებათაც შეითვალოს საბავშვო ბაღიდან დაწყებული ნებისმიერ სპორტზე სიარული, გარდა იმისა, რა პროფესიაც აირჩია, ის არასოდეს არ ქონია ჩვენ ფიქრად. ბევრს დაობენ აღზრდის მეთოდებზე, მაგალითად ეხლა ძალიან მოდურია ეს ამბავი და ყველა ამბობს, რომ არ უნდა დააძალო სწავლა, მაგრამ ადრე ცოტა სხვაგვარად იყო. ეხლა ნიკა ჩემზე ბევრად პატარაა, მაგრამ ნუ დაახლოებით ფიქრობ, რომ ერთსა და იმავე მეთოდზე ვსაუბრობ. თქვენ იყავით ყველაფერში ჩართული დედა? ორივე ერთად. მამასთან ერთად ვინაწილებდით ამას. მაგრამ ალბათ ეს ისე ხდებოდა, რომ მას დაძალება არ ჭირდებოდა ჩვენ შვილებს დაძალება ისეთი ფორმით ვაძლევდით. გინდათ 3 წლის იყო ფიგურულ სრიალზე რო შევიყვანეთ. ვინა ნიკა? კი. ნიკა ფიგურულ სრიალზე. აქ არის ფოტო, სადაც მე ვდგავარ ყინულზე, ორისე. სანაძლეოები მაქვს ეკა მოგებული დღემდე, ვისაც უნდა შემიძლია დავენიზლაო, როგორ ვდგავარ ყინულზე და მერცხას როგორ ვაკეთებ. ზორო მაქვს ნაცეკვი ყინულზე, თქვენ რა გონია? შენ მოგინდა? არა, 3 წლის ბავშვი ამოუნდება ბროხების პრობლემა ჰქონდა და იმაბოდი. გაციებული იყო და გვირჩიეს რომ მიგვეყვანა და გაგვიმართლა. ჩვენ და გასაკვირად მართლაც ის უკვე სტუდენტი იყო, როდესაც ბაკურიანში შემთხვევით აღმოაჩინეს ყინული, შევიდა და ეგრეთ წოდებული მერცხალი გააკეთა. ეგ როგორ არ ვიცოდი, რამე საახალწლო გადაცემაში, ნიკა, რამე ნომერს ხო გაგაკეთებინებდი, როგორ გასრიალდებოდი, გამოსრიალდებოდი. ყველაფერი წიდან. აი კიდე რა არის ნიკაზე ისეთი, რაც არ ვიცი, ფიგურული სრიალი მართლა პირველად გავიგე. რაც არსებობს ყველაფერზე. ნუ რა, მაგალითად. კარატეზე დავდიოდი, ჩემო ბატონო, მე-6 კიუმაკ აიკიდოში თუ რა ქვია ის კამარი მაქვს სახში. გამაგდებდნენ მთელი პლეხანოვის 100 ნომერი აღმაშენებლის არის ამის მოწმე გამაგდებდნენ გარეთ, მამა ჩემი განსაკუთრებით და უნდა თოვლი იყო თუ წვიმა იყო თუ რაც იყო, აივანზე უნდა მევარჯიშა. ყოველ დილით.
და ერთხელ დავმალეს ჰანტელები, რომ ისა რა ქვია, ვიფიქრე გადავრჩებით, როგორია ზამთარში რომ წამოგაგდებენ 9-ზე სკოლაში რო უნდა იყო და 8-ზე რო ვარჯიშს იწყებ და მამაჩემ გამოიტანა ხორცის საკეპი ის რა ქვია, ხის კუნძი და ამით ვარჯიშობ და კუნძით მავარჯიშებდნენ. აი ესეთი ყოველ ეკაი მამაჩემისთვის მაგალითად ყოველ დღე უნდა ჩამებარებინა ერთი ქვეყანა რუკაზე. ესე იგი რას ნიშნავდა? თავისი დედაქალაქი, თავისი რა ენაზე ლაპარაკობდნენ, რა სარწმუნება იყო, რომელი ცენტრალური მდინარე ჩამოდიოდა, რამდენი პროცენტი იყო განათლებული. ყოველ დღე ერთი ქვეყანა. და აქედან გამომდინარე რუკა დღემდე ძალიან კარგად ვიცი და როგორ პატარა რო ვიყავი, ახალი ზელანდია კამფეთს გავდა. აი ეს ფოტო მომიყევი, თქვენი მეუღლე ცხენზე ამხედრებული, რა ხდებოდა? ერთ დღეს შაბათი დღე იყო, სტუმრად მივდიოდი და დარჩა ჩემი მეუღლე ბავშვებთან ერთად და სახლში ცოტა რთული იყო მათი გართობა და ამიტომ გადაწყდა რომ ზობარგში წაეყვანა. რა ვიცი, ფოტო განწყობისათვის ალბათ გადაუღია ასეთი ფოტო და ბავშვებს კი ეტყობათ როგორი გულდაწყვეტილები იყურებია ხეზე რომ არზია. გახსოვს, მართლა რა ხდებოდა, აბა გაიხსენე. ფოტოები რო ნახო, ჩვენი ფოტოები. ცირკში ჯამბაზი, ხო? მამაჩემი ზის ჯამბაზის კალთაში და ჩვენ ბავშვები, მამანის ბავშვები. მეზობლის ბავშვები, თუ პროსტორად. ბებიაჩემი სტუმრები მოვიდნენ, სულ ყვები ხომე ამას. არის აქ ბებიაჩემის ფოტო, სტუმრები მოვიდნენ და 6 შვილი ყავს ბებიაჩემს და მოიტანეს პარკით შოკოლადები. 2 ცალი იდო სნიკერსი და დანარჩენი სხვადასხვა ესე საწუწნი კამფეტები, ხო და? ეხა ერთ სული გვაქვს რომ სტუმრები წავიდნენ, რომ ეს უნდა რეალიზდეს ეხა ეს გასტრონომიული პროდუქტი და წავიდნენ თუ არა სტუმრები, ბებომ გახსნა ეს ცელოფანი და ამოიღო 2 ცალი სნიკერსი. ჯერ დაგვირიგა ეს ისენი პატარ-პატარა კამფეტები და აი ეს არის ბებიაჩემი. ხო დაგვირიგა ეს პატარ-პატარა კამფეტები და ეს სნიკერსი გახსნა, ეხა 6 ბავშვი უყურებთ. ერთი მისცა პაპაჩემს, ერთი მიირთვა თვითონ და ბებო, ჩვენო წარმავალები ვართ და აი ესე დააგემოვნა ბებიაჩემ. ნიკა, შენი მშობლები გამოხატავდნენ ერთმანეთისადმი სიყვარულს, იყო აი ეს აფიშირებული? ყოველთვის ვიყავით მე და ჩემი და დამნაშავეები. ყოველთვის უბედურება მოხდებოდა და ჩვენ დაგხოცავდნენ მეზობლის ბავშვმა ესე მანქანაში მოგვაყოლა ხელი და ამიცვიდა ჭხილები ყველათ იცე და შენი ბრალი იყო მეუბნებოდნენ და სულ ვიცოდი. მაგრამ რა იყო იცი, ყოველ საღამოს ესეთი საოჯახო შეკრება იყო ხოლმე და დედა და მამა აი დამოუკიდებლად არასოდეს არ იღებდნენ გადაწყვეტილებას. აი ერთად ხდებოდა ეს ყველაფერი, იმდენად მნიშვნელოვანი იყო ერთმანეთს აზრი. ერთხელ მახსოვს პლეხანოვზე ღამე მაღვიძებს მამაჩემი, რომ ჩქარაო ეხაო რა ძვირფასი გაქო ჩაალაგეო, სახლს ცეცხლი უკიდიაო, ესე იგი ჩვენ ცხოვრობთ აღმაშენებელზე და უკანა მხრიდან სახლი იწოდა და აი წუთი-წუთზე გადმოვიდა და აბა ჩქარა მეზობლები გამოცვენილი ხალხი და დედაჩემ რაღაცა სამკაულები და საბუთები და რაღაცა და მე გავშალ ერთი მიყვარდა რაღაცა როლინგი და იმ როლინგში ჩავაწყე რაღაცები და ჩავედი დაბლად. ამოვედით ეხა უკან და მამაჩემი მეუბნება, აბა ვინც ჩააქრეს მოკლედ და აღარ გაჩნდა ხანძარი და აბა ვირა გადაარჩინეთ და მე გავშალე ეს როლინგი და ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის სახელმძღვანელოები მეწყო. ვერ ვიტანდი არც ერთი გაკვეთილი არ მქონდა ნასწავლი, მაგრამ იმდენად ვიცოდი რომ ძალიან სირიყირდა ეს სახელმძღვანელოები. არ მოუდგენელი ოჯახის ეკონომიას გაუკეთებ თქო და ეს სახელმძღვანელოები ამოვიტანე. კაპიტან დოდოს აქვს ნათქვამი, რომ ყველაზე დიდი ბედნიერება სესილია რომ გაჩნდაო. როგორი იყო თქვენი ემოციები, როდესაც აი ნიკას ცხოვრებაში უკვე გაჩნდა სიყვარული და ოჯახი? რა თქმა უნდა, ჩვენ არ ჩავრეულვართ. არა ხო? არა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ არ შეცდა ამ არჩევანში. ისეთი გოგონა თითქოს მე გამეზარდოს. 7 წყნარი გაწონასწორებული, რაც თავია უყარს მისი მეუღლე და ოჯახი. კაპიტან დოდო, აი ასე მგონია რომ თქვენ არასდროს ხმისთვის არ აგიწევიათ. ერთადერთი შემთხვევა მახსენდება რაღაცაზე, ეკა გამიბრაზდა და წამოიწია ხელით. და მე ისე გამიკვირდა რომ შემოვტრიალდი და კედელს მივარტყი თავი. და რომ მივარტყი თავი ხმა იყო ამ კედლის და გაბრაზებული შევარდი იმაში, რა ქვია, აბაზანაში. იქ იყო სარკესთან დოდოს შავი ფანქარი. ხო და წავისე შავი ფანქარი ესე და მიკაკუნებს ტირილი, თო დედა გეხვეწები გამირეკარები და მაპატიე და რაღაცა და გავაღე ოდნავ კარები. აი რა მეკითხა.
და ისე მართალი ვარ ხო ამ ამბავში რომ დედა მამა ითავსებდა ამას არაჩვეულებრივად. ერთხელ ისე თუთიყუშები ყავდა და ამ თუთიყუშებს ლაპარაკი კი არა, რა ქვია, ისინი მასწავლეთ. ხელფიციბან და ჭამის წინ და ქსოვდა და კერავდა და რაღაცაზე გავახე ეს კარები და გაუშვი ეს თუთიყუშები შემეცოდნენ. ხო, მამა ჩემი მეუბნება რომ წადიო ეხლაო. და სანამ არ მოიყვანო ამ თუთიყუშებს გაფრინდნენ შუაპლეხანოზე არ დაგინახო სახში მოსული. მე მინდა იცით როგორ რაღაცა კითხოთ ქალბატონო დოდო. ნიკა ტელევიზორში ეს ღელვა პირველად რომ დაინახეთ დღემდე გრძელდება, უყურებ თუ არა მშვიდად, ელოდებით თუ არა, მოგწონთ თუ არა, რომ აი ესეთი მართლა სადაც არ გადართავ ყველგან ნიკა წულუკიძეა ნამდვილად. ნამდვილად თითოეულ მის გამოსვლას კრიტიკითაც უყურებ და ყველა ალბათ პირველი კრიტიკოსები მშობლები ყავს მას და რა თქმა უნდა ღელავთ კიდევაც. ეკა ამ სისქე დღიური არსებობს და აი მოყვება თვითონ სადაც მამა ჩემი და თვითონ დოდოც წერენ რა არასწორად თქვი, რა შემეცშალა, რა ფრაზა ისე არ უნდა მეთქვა, რა ცოტა არაკორექტულად გამომივიდა და მოკლედ აი ყოველი რამო იმის მერე ვიცი რომ მამა ჩემმა თუ დამირეკა გადაცემის დამთავრება ვიცი რომ ეხა ამას ჩამოწერილი აქვს არ მახსოვს არასოდეს დოდო უფრო გაიმეტებს რომ მამა ჩემს როდესმე ჩემი რამე მოწონებოდეს არასოდეს აი ესეთი დაჩაგრული ბავშვობა მქონდა ეს კარგია თუ ცუდია როდესაც აი ესე გაკრიტიკებენ არ ვიცი ყოველ შემთხვევაში კარგია იმიტომ უნდა გამოიყენოს ჩვენი რეჟიმი ყველა საკმაყოფი დღის რეჟიმი არის ძალიან გადატვირთული ხშირად ვერ ვახერხებ მშობლების ნახვას ნიკა როგორია ყურადღებიანია არა საყოველთაოდ ნამდვილად არ მეთქვის რომ იცის ყოველდღიური მოკითხვა ყველას ასე ვფიქრობ ყველა შვილს აქვს რაღაც ის სურვილი რომ რაღაცა განსაკუთრებული რამ გაუკეთოს დედამის მე მახსოვს ერთხელ გადაღებაზე წავედით საფრანგეთში და წავიყვანე დედა და ვიფიქრე რომ აი 3 დღით ვაჩვენებ თქო დავათვალიერებენ იმ 3 დღიდან ნუ მე მქონდა 41 სიცხე იმ 3 დღიდან მე ვნახა სულ 5 საათი და ნუ ღამე ჩავსვი ტაქსში და მივედით ეიფელის კოშკში და აი დედა ეიფელის კოშკში ამის და მიუხედავად ის მეუბნება რომ მის ცხოვრებაში ეს ხო ყველაზე ბედნიერი პერიოდი არა იმიტომ რომ იყო პარიზში არამედ იმიტომ მითხე ესეთი რაღაც რომ 3 დღე მაინც იყავი ჩემიო აი შენ რა სურვილი გაქვს ან თუ გაგიკეთებია ასეთი რამდენისთვის ანტალია კაბადოკია პრაღა ვენა ბუდაპეშტი ეს დამყავს ამოგზაურებ და თქვენ გაქვთ რამე ისეთი სურვილი რომ აი რაც გინდათ რომ ნიკასთან ერთად განხორციელდეს ასეთი რომ განსაკუთრებული რაიმე არა შეძლების ფარგლებში ყველაფერს აი გინდათ ბოლოს მოგზაურობა ძალიან წინააღმდეგი ვიყავი და არც ვიყავ მეგონა თუ გააკეთა ყველაფერი და მხოლოდ დოკუმენტების გაფორმება რო დაჭირდა მაშინ მითხრა რომ დედა პასპორტის ნომერი მითხარ იმიტომ რომ უკვე ყველაფერი გაფორმებული საოცრება არ ვიცი როგორი შვილი ვარ მაგრამ არაჩვეულებრივი შვილი ვარ მართლა და რაში გამოიყენა აი ყოველ დღე უნდა დაურეკო ყოველ დღე უნდა მოვიკითხო ყოველ თვე საჩუქარი უნდა ვაჩუქო აუცილებლად არ არის აუცილებლად დაბადების აი რაღაცა სასიხარულო რო ხდება ჩემს ცხოვრებაში დაწყებული ფინანსურით დამთავრებული შემოქმედება მინდა რომ ის აუცილებლად გაზიარებული იყოს ჩემ ბებია-ბაბუასთან იმიტომ რომ ძალიან დიდი ბედნიერება როცა ყავს ის ცოცხალი ჯამთელი და ბებო რა დაგახვედროს რო გეტყვის ალბათ გირჩევნია ყველაფერს ერთადერთი დადი მაკრო სულ ამ ბოლო დროს განსაკუთრებით რომ ჯანმრთელები იყვნენ ჩემი ოჯახის წევრები. აი სხვა არაფერს არ მეშინია. ძალიან დიდი მადლობა ეს ჩემგან თქვენ საჩუქრად თქვენ გაიცანით ნიკა წულუკიძე და მისი არაჩვეულებრივი დედა ქალბატონი დოდო. მე მინდა ეხლა გაგაცნოთ და გითხრათ ვინ მყავს ეხლა სტუმრად. სოფო ბედია დედასთან, ნანა შავგულიძე ბედიასთან ერთად ნინუცა მაყაშვილი დედასთან თამარ მაყაშვილთან ერთად აქ რომელს ჭირდება წარდგენა ვერ გეტყვით ონისეონიანი დედასთან ქალბატონ დალი ჯაფარიძესთან ერთად ბაია კუზანოვა ნინა ნადირაძე კუზანოვა ეკა ანდრონიკაშვილი დედასთან ქალბატონ ირინა მენაბდესთან ერთად მსახიობი მაიკო დობორჯგინიძე დედასთან მარინა არეშიძესთან ერთად ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩემთან ერთად მოდით დავიწყოთ ონისესგან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთო ბიჭებს დედებთან ეს ასეა აი მე მაგალითად გავიხსენებ ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდს ჩემი ცხოვრებისას
როდესაც მე ჯარში ვიმყოფებოდი. სულ ფიქრობ ოჯახზე, რა თქმა უნდა, როცა წასული ხარ, მოწყვეტილი ხარ ოჯახს, მაგრამ განსაკუთრებით ფიქრობ დედაზე და იქ გეუბნებიან, რომ როდესაც წერილს წერ შენ მშობლებთან და რაღაცა ადგილს, განსაკუთრებულ დიდ ადგილს ტოვებ დედისთვის და იქ წერ ბევრ ამას ესაუბრები დედას და გეუბნებიან ჯარში გითხეს, რომ შენ რაც არ უნდა ბევრი ელაპარაკო დედას ტელეფონით ჯარში, მაგრამ პირველ წერილს როცა მიიღებ, არ შეიძლება მან უცრემლოდ ჩაიაროს. და მიკვირდა კაცო, როგორ რანაირად მე ველაპარაკე უკვე ერთხელ მეორედ დედაჩემს მოვიკითხეთ, რაღაც ძალიან ესეთი უშუალო საუბარი გქონდა და მივიღე ეს პირველი წერილი. და როდესაც ხედავ, რომ ვკითხულობ, გძნობ, რომ ვერ ვაგრძელებ ამას და რაღაცა მაჩერებს, რაღაცა მაგნებერება, რაღაცა ისა და გადავხედე ხა სულ ყველას, იმიტომ რომ ყველას თვალები არის მოე, იმიტომ რომ იციან რომ პირველი წერილია და გამოვიპარე, ასე ლენინურ ოთახს ეძახდნენ ხოლმე. იმ უბედურებას, ხო და იქ შევედი, არავინ არ იყო, ჩავიკეტე და დავიწყე კითხვა და ვერც ვაგრძელე და მომდის ეს პრემიები და ტირი და ტირი. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. თავდადო, გახსოვთ ის წერილი, პირველი წერილი, ონისეს რომ მიწერეთ ჯარში? ძალიან განვიცდიდი, აი იმ წერისაც რომ წერდი, მენატრებოდა. ცრემლებით იყო სამსეის ფურცელი. თან წერდი, თან ტიროდი. მახსოვს. მე ვფიქრობ, რომ ერთის მხრივ იმ კუთხით იყო კარგი დრო, რომ წერის დროს უფრო მეტად შეგიძლია რაღაცა მიანდო შენი ემოციები, ხო? ფურცელს ვიდრე უბრალოდ დავუშვათ ტელეფონს. უფრო რაღაცა შვება იყო, რომ წერდა, თითქოს ელაპარაკები. წერილი ისეთი გრძნობა იყო რაღაც, რომ თვალწინ მედგა და მგონოდა, რომ ველაპარაკებოდი. ონისესტი მიჯაჭვული შვილი იყო, აი ძალიან დამოკიდებული იყო თქვენზე? რატო მე კეთილდება? ახლა სამი შვილი მყავს, ეს უცროსია. დიახ. ძალიან ცელქი იყო. ვერ ვაჩერებდი, სულ დარბოდა, აგერ რომ მეგონა იყო იქ სოფელში ყავდნენ საფხოლობით ხშირად. რაჭაში დავდიოდით და მოუსვენარი იყო. და ჩვენი ერთ დღეს 2 წლის ასაკში როგორ მოვიქეცი მე და რა გააკეთე? 2 წლის ასაკში? 2 წლის ასაკში ჩემი იგი თქვა ახლა ონისე სიცხვილია რა სიტყვის ასაკში. არა, გითხარით. 2 წლის ასაკში იყო და მეზობელი მყავდა კიდე, ეხყავდა ამას. 2 წლის იყო ისიც და შესულა ეს და ის ბიჭი გოდერძი ქვია, ახლა გამოჩეკილი ინდაურის წიბიები გაუპუტიათ. გაუხლიათ? ხო, გაუპუტეთ, რა ვიცოდით რა იყო, მაგრამ ცოცხლად გაპუტენ ახლა, ბავშვები იყო 2 წლის, რა იყო ახლა უყურებდა. უზე გამოვიდა მერე მისი ბებია და გადეირია კინაკამრო რამიქერით ეს და რა, ასეთი უნდა საერთოდ ყურადღებოდ დავტოვეთ, ეს 2 წლის ბავშვები, კაცო, რატო გავგვიშვით საბუდარს? რა მომენტში მიხვდით, რომ ეს ბიჭი წავიდოდა სცენისკენ? ოცნებობდა რა, ძალიან უყვარდა ეს სიმღერა, ჯერ სიმღერაში დადიოდა, მყავდა ანსამბლში, ხეროდა ძალიან კარგად. სკოლაში თუ რამე კაი ღონისძიება იყო, ყველაფერში მონაწილეობას იღებდა. შემდეგ რომ დაამთავრა, თვითონ თეატრში მოეწყო სცენის გამწყობა. სცენის მუშად მუშაობდა. ამარ განაპირობა და მეც ახლა არ შეუშალე ხელი, პირიქით მიყვარდა ხელოვნება. რაღაც პერიოდი იყო, გემახსოვრება ეკა, უნდა იმუშაო, რომ მე რაღაცა განსხვავებულებს აბარებ, რაღაც სტაჟი კი არა, რაღაცა უნდა მოგვეგროვებინა, ანუ იმ წელიწადში არ ჩავაბარე. ხო, თქვენ პატარები ხართ. არა, ესეთი არა, მაგრამ ვერ გაიხსენეთ შეიძლება. მოკლედ, როცა დავამთავრე სკოლა და იმ წელიწადს რატომღაც არ მოხდა ეს ჩემი ჩაბარების ამბავი, წავედი თეატრში დავიწყე სცენის მუშად მუშაობა, ეს ჩემთვის ძალიან ყველაზე დიდი პრაქტიკა თუ რამე არსებობს ჩემ ცხოვრებაში, ეს იყო მაშინ. როცა ვიყავი პატარა და შევეხე სცენას, მუშაობდი სცენის მუშად თეატრში, ხედავდი გარედან უყურებდი მსახიობებს და საერთოდ როგორ ქმნიდნენ, როგორ იდგმეოდა სპექტაკლი ჩვენს თვალწინ და ხო არის ახლა ხო ბიჭები ვიყავით რამოდენმე, ყველა გადიოდა. ვიღაცა სიგარეტს ეწევდა, ვიღაცა მიდიოდა. აი მე ვიჯექი ესე
და რეპეტიციები რომ მიდიოდა ყველაფერს უყურებდა, აი ყველაფერი ვიცოდი და ხანდახან რეპლიკაც კი მიმიწოდებია მსახიობს რომ ხო არ გაჭედავს ხოლმე რაღაცა უცებ მე და ამან იცის ხედავ ჩემ როლზე შედის თუ რაღაცები რომ ხუმრობა იყო. ეს საიდან ესეთი სიყვარულის სცენის? მშობლების რამე დამსახურება არის რამე? ალბათ დედა ეხა და თავისთავზე არ ილაპარაკებს მე ვიტყვი. საგუნდო სადირიჟორო აქვს დამთავრებული და დავანებოთ იმასავე რომ კაპელაში მღეროდა და იყო რაღაცა პერიოდის სცენაზე ვიხილე მე თვითონ დავინახე დედაჩემი როგორ იდგა სცენაზე და მღეროდა რამოდენიმე ქალთან ერთად მამაც ჩემიც მღეროდა რაღაც ხალხური ანსამბლი იყო რაღაცა და ეს ხალხი რომ მოდიოდნენ აი დასხდებოდნენ და იყო მოყოლა მთელი რაღაცა სასწაული ამბების და მე ვანებებდი ყოველშვით ქვაობანას რაღაცებს თავს ხო იმას რა ქვია თეთრი დროშა თუ რაღაცა ყველაფერს მივდივდი და ამათ უსმენდი მოკლედ აი ყველაფერმა იდუღა და რაღაცა ერთხელ ამოხეთქა და ნამდვილად მინდოდა რომ მსახიობი ყოფილიყავდი მე მგონი არ ვიცი არა ვარ მე არ ვიტყვი ჩემთან მაგრამ რა თქმა უნდა ერთი კითხვა მაქვს ყველა სტუმართან მაგრამ უნდა გაუშვოთ ჩვენი სტუმრები იმიტომ რომ ონისე მოსულა აქ ფილტვების ანთებით და სიცხიანი და მაპატიეთ ეხლა თქვენი შვილი ავად რომ გახდეს ვერაფრით ვერ მაპატიებ ძალიან დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა ეს მაგარი ქალბატონი რომ მომიყვანე გადაცემაში დიდი მადლობა პირიქით უღმესი მადლობა ესეთი კითხვა ვიდრე სათითაოდ ყველას გავაცნობ თქვენს თავს და მოყვებით თქვენზე საინტერესო ისტორიებს დედა რას გიმღეროდათ არცერთი შვილისთვის არ მიმღერია, იმიტომ რომ არ მაქვს ხმა და სმენა და მაქვს ნამუსი და ბავშვებს ახლა უნდა მემღერა და გამეღვიძებინა პირიქით. თან ბაიასთან ესეთ ექსპერიმენტს ვატარებდი, რომ ბავშვი დააგდო და მოუკეტო კარები და რომ გასყდეს ტიპი თან უნდა შებრუნდე და ორთვენი ექსპერიმენტები ვატარე და მიეჩვია. აბა ესე აძინებდი ბავშვს მიატოვებდი საწყალს? ვაწვენდი თავის ოთახში, მიუკეტავდი კარს და გამოვდიოდი. ბაია, გუგაც არ გიმღეროდა არა? არა, გუგა საერთოდ ისეთი მამა იყო, რომ ეს რო აღნავდებოდა ღამე, მე სასწრაფოდ უნდა მომეკიდებია ხელი და გავარნილიყავი სხვა ოთახში, რომ ამას არ გაეღვიდა. მაიკო, დედა რას გიმღეროდა? თქვენ თუ გახსოვთ? დედა რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, იავნანას მიმღეროდა და ძალიან ტკბილად მახსოვს დღემდე ეს ყველაფერი და ამის გამო მიუხედავად იმისა, რომ მე ხა ესეთი მომღერალი გოგონა არა ვარ, მიუხედავად ამისა, მაინც ჩემს შვილებს, პატარასაც და დიდსაც ვუმღეროდი, იმიტომ რომ მგონია, რომ მათთვის ეს ძალიან სასიამოვნო სასმენია, მიუხედავად ყველაფრისა. არა, იმიტომ რომ აი მემღერა რაღაცა ეს, აი უბრალოდ ხმა რო გაეგო ჩემი და უფრო წყნარად ყოფილიყო. დაბალ ხმაზე ვმღეროდი თან რაღაც ღიღინის მომენტი იყო. ესაც მახსოვს, დედა, მადლობა. როგორ გახსენდებათ ეს პერიოდი, ეს უძილო ღამეები, ჭირვეული ბავშვი იყო თუ ერთი იავნანა და დაიძინა? არა, ზღაპრები უნდა მომეყოლა ჯერ. აჰა. 10 ზღაპარი. 10? აი გააჩნია რა, როდის რა. რომელ ზღაპარზე ვიძინებდი? 4 ზღაპარი. მიდევდა იმას. რიც თვითონ ამბობდა, რომ რამდენი ზღაპარი უნდა მომეყოლა და მე მიდიოდა ძილში. მაიკო, შენი შვილები? მე ჩემი შვილები ძალიან რთული სიმღერები, ზღაპრები, გაბრაზებები, ჩახუტებები, ყველაფერი უნდა ჩავატაროთ და ბოლოს ოდესღაც იძინებენ. რთული შვილები მყავს ძალიან. ეკა ანდრონიკაშვილი მის არაჩვეულებრივ დედასთან და გავხართ ძალიან, ხო? ეს რაღაც მე არ ვარ პირველი, ვინც ამას ამბობს. რა გახსოვთ დედა, როდესაც გაძინებდათ? მე საერთოდ ვიზრდებოდი სამენაზე. ანუ ქართული, რუსული, ინგლისური. დედა ინგლისური სპეციალისტია, ბებია რუსი მყავდა ნახევრად და მამა და დანარჩენი ყველაფერი ქართველი და ანუ რუსული ეს სპიმაერადესწვისნიდან დაწყებული ინგლისური ლოლიბაით დამთავრებული ბავშვობიდან მესმოდა თუმცა გეტყვი რომ უფრო ბებია მზრდიდა და ძალიან წესრი გავიყავი და აი ზედმეტი სიმღერები და ისინი არ მჭირდებოდა დაძინებისთვის რა მაგრამ უფრო მე უმღეროდი ჩემ შვილს და აი დედაჩემი დღეს მაგალითად ჩემ ძმისშვილს ზღაპრების მოყოლია, სიმღერებიან, ყველა უცეკვებს, ყველაფერს აკეთებს. მაშინ ისეთ ასაკში გამოჩინა, რომ მართლა ყველა გაქცევაზე იყო ყოველთვის. კაცები, რამდენი წლის იყავით ეკა რო გაჩნდა? 18. ძალიან პატარა, ძალიან. და ამიტომ ვიყავით სულ გაქცევაზე. და ამიტომ სიმღერებს და იავნანა და ზღაპრები და ყველაფერი ბებიაზე იყო ეს ყველაფერი. ბებიაზე. ნუ ეხლა მე ვარ ბებია და რაც მახსოვს ეს რუსული სიმღერები და რა, ზოგიერთი ინგლისური.
მგონია რომ ეკა რო დაიბადა ესეთივე იყო, ნუ ლამაზი გასაგებია, მაგრამ აი 7 ესეთი იყო. არ გაწვა. სუქანი. ეკა სუქანი? რა მაგარი ფოტოა. ისეთი მსუქანი. კეთილი. საოცარი. უკნიდან მიჩანდა ლოყები. ესე იგი მთელი გადაცემა ვერ ვაჩერებ ორ ადამიანს. აი თუ შეიძლება აჩვენოთ კადრი ახლოდან. ძნელი გამოსაცნობი არა რომ ეს არის თამარ და ნინუცა მაყაშვილი. რა გაცილებთ მითხარ? რაღაცა დედა მიმღეროდა ჩვენ სახლში ეგეთ რამე არ ხდება. ხო ძალიან თებისგან. სიმღერა იწყება ჩემი კივილით დილიდან. გვაძინებდაო დედა რაღაც სიმღერითო და ესე წყნარ ხმაზე. გამეცინა იმიტომ რომ ძირითადად ხდებოდა ხოლმე ისე რომ დედა თუ ახერხებდა რომ დავეძინებინეთ დაიძინეთ და ესე ხმაზე ან ჩვეულებრივი გესტაპო. ძალიან გამეცინა ამაზე რომ 7 და წყნარ ჰანგებზე გაგზარდა მე. არა, მაგრამ შენ გავიწყებ რომ ჩვენ სახლში მამაჩემი იყო იმ პერიოდში ცოცხალი, როდესაც ნინუცა და რუსიკო იყვნენ პატარები და ყოველ საღამოს იყო საოცრება, სულ ტაშფანდური იყო, სულ რაღაცა იყო, სულ სიმღერა, სულ რაღაცა, სულ ამბავი და ესენი. აი ხა ესე დედა დაიძინე და იამნანო, ვარდომნანო, ნამდვილად და აბა როგორ აძინებდით? დაიძინეთ ნინა კუზანოვასავით? აბა რა, ბავშვი ეგროვნა უნდა წავიდეს და დაიძინოს, აბა. აჰა, გაგყრიდნენ იქით ოთახში და ესე ვიძინებდი. კი. არა, მე მღეროდი ხოლმე გვერდზე ოთახში მშვენიერ და წარმატებულად გიტარით ესმოდა ბავშვებს დედის ჰანგის ხმა. კარგით, ნახეთ, ეხლა მინდა კიდევ ერთი დედაშვილი გაგაცნოთ. სახალხო გადაცემაში ხუმრობით საცოლის მოძებნაში ვეხმარებოდი ამ ადამიანს და ამდენად საკითხში უფრო ღრმად ჩახედული რო ვიყო და უფრო მეტი პასუხისგებლობით მოვეკიდო ამ ადამიანს, დედისგან უფრო ისეთი დეტალური ისტორიების მოსმენა აუცილებლად მჭირდება. მე მინდა წარმოგიდგინოთ არილოს წევრი ბექა ჩხაიძე, დედასთან მარინა ბებურიშვილთან ერთად, ბექა და ქალბატონი მარინა თხორს. დედა რა ახალგაზრდა დედა. ჩხეიძე თავადია. ჩხეიძე რა კიდე გაგათავადე, დაბძანდით. როგორ ახალ ეკაკო? მე დედა არ მყავდა ნანახი. რამდენი წლის ხარ? ეხლა 54-ის. ვაიმე, რა მაგრად გამოიხურება, ხალხო, ტაში დაუკარი. კარგად ვინახავ. რა სინახავს? ძალიან მაგარი დედა ყავს. გამაცანი ახლა დედა მომისავი. ეს არის დედა. მარინა ბებურიშვილი, სხვათა შორის გურიის თავადები არიან ბებურიშვილი. ეს რაღაცა. და გაყვა ჩხაიძე. ხო, ეს. არა თავად. 9 ნომერი გლეხს ჩხაიძე. მოკლედ ძალიან კარგი ადამიანი, ეხა ყველა შვილი რა თქმა უნდა დედას აქებს, მაგრამ ყველა შვილს გასაკუთრებულად დედა უყვარს. ხო, ძალიან ბედნიერი მყავს ესეთი უსაყვარლესი დედა, ოღონდ მთელი ცხოვრება ნერვიულობს სულ სხვაზე. კი ვიცი, რასაც ნერვიულობს, კი ყველაფერი ვიცი. ძალიან მე მგონია რომ გავხარ, თქვენ გავხ, ხო? და ბექამ გავს შვილებში, 3 შვილი მყავს. სტანდარტული კითხვა, რომელსაც ვერ გავექცევით, როგორი იყო პატარა ბექა? პატარა ბექა იყო ძალიან მშვიდი, უტკბილესი, აი უგემრიელესი ბავშვი. აი დედა, ნუ აი როგორ სიყვარულით ყვება. ბავშვი რომელსაც სისხლიც რო გაეშვა, მაინც სიყვარულით. არა, მართლა ასეთი იყო, ეს პრობლემა არ მქონია, ვიხსენებით. როდის გაგაბრაზავ, თქვა როგორ მაბრაზებდი, ვერ გავიხსენე. მე დედაჩემსაც დავურეკე, ჩემს დედამთილსაც. სიმღერის ნიჭი როდის ვიცი რომ ძალიან ხმამაღლა გამოთქვამდა ყველაფერს, ხმამაღლა ტიროდა, ხმამაღლა ლაპარაკობდა და მრავალხმოვანი ტირილი იცოდა და სიმღერის ნიჭი აღმოუჩინეს ბაღს, საბავშვო ბაღში. მეუბნება მასწავლებელი, იციო რა კარგად მღერისო, ბექაო, ჩვენო მთავარი როლი მივეცითო და სიმღერებიო და აი იცით რომ სიმღერას მღერო და ხმალი მომეც, ფარი მომეც და ხანჯალი. აი იმით დაიწყო. შემდეგ ჩემი მამთილი მღეროდა ძალიან კარგად და დასხდებოდნენ ერთად და ის ასწავლიდა გურულ სიმღერას სხვადასხვა ხმაში. ჩვენ მშვიდობა ბაბუ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეს ესეთი კარგი სიმღერა ძალიან კარგი. მე როგორ გავს, როდესაც საუბრობ, მანერებით გავხარ ძალიან. ეხლა შემითხარ დედის განერვიულება, როდის დაიწყე გარდა იმისა, რომ ჩარებში ეხობოდი, ეს უკავშირდება შენს გაუთავებელ და დაუმთავრებელ სასიყვარულო ისტორიას. ხო, ნუ ეს ხო არის მოთქმა და ვაი და უბედურება თემისა და გამეილოცებებია ჩემი მირეკავს გული და გამეილოცებებია. რავი, მე მგონი მერვე კლასში ცოტა გამომაგდე სკოლიდან და რატო გამომაგდე? ცოტა სამაგალითო ოჯახი იყო ჩემი ეს აქეთვიდან იქეთვიდან.
ხო, რაღაც აურიე, ცოტა იქ გურული, ცოტა ცაცուցქულობებისკენ გადავედი და არა, მე გამოვდება. სხვადასხვა შემდეგ გიმნაზიაში მეორე საშუალო გადავიყვანეთ და გამოვსწორდი მერვე კლასის შემდეგ, მე ჩამოვედი და даже ის პერიოდი იყო მახსოვს, რომ რაღაცა ეს ჟარგონულად მიტყდებოდა, სიმღერა მიტყდებოდა თუ რაღაცა, ხო, რაღაცა და ეხლა რომ მახსენდება მეცინება რა სისულელია. არის სიმღერა, რომელიც ყველაზე მეტად გიყვართ? ბექასი. ბავშვობიდან ყველაზე მეტად გვიყვარდა ყველანი ერთად მღეროდით სახშია განსაკუთრებით ჩემს მამას შავლეგო. დააყენებდნენ სკამზეს, პატარა იყო და მღეროდა შავლეგოს. სადღაც ამოვიკითხე არ რჩება ბექას ნათქვამია, რომ ყველაზე მეტი ნერვიულობაო თქვენ ამბობთ, სწორედ მის რაღაც აი საციყვარულო ამბებს უკავშირდებაო და შეჩვიეთ უკვე. მე რადგან მისი პირადია მეუბნები შენი არჩევანი შენ გააკეთე არასოდეს არ ვარ წინააღმდეგე ვიც უყვარს და ვისთან ეცხოვრება იმასთან იცხოვროს უბრალოდ აძლევ აი ამ რჩევას რომ თავარია მასთან ერთად იყო კარგად და იმის გარეშე იყო ცუდად და გარდა ამისა გაუძლოს დრომ მე მინდა რომ აი ჩემს სტუმრებს ბეთის საერთო კითხვა დაუსვა ყველას როგორ გონიათ საქართველოში დედა პირად ცხოვრებაში ძალიან ერევა თუ არა? მე ხვეწება რომ ჩაერიო და არ ვერევი. შეცხოვრებაში ერეოდა დედა? ჩემი მშობლები თვლიდნენ რომ მე საერთოდ არ უნდა მქონოდა პირადი ცხოვრება და ამიტომ არც განიხილებოდა ჩემი მთლიანად ის იყო რომ მე უნდა დამემთავრებია 5-ებზე სკოლა პირველ წელს უნდა მოვწყობილიყავი 13-ს და ასე შემდეგ და ამიტომ მიჩვეული ვარ ეს რაღაც სპარტანულ ახსნას და ამიტომ არ ვიცი როგორ უნდა ჩავერიო სხვის პირად ცხოვრებაში თუ ჩემსაც არასოდეს არავინ არ კითხულობდა თან ახლა 19 წლის ასაკში გავთხოვდი და ანუ ეს რაღაც არც თავგადასავლები მქონია ზედმეტი და ესეთი სანიმუშო წმინდანი ვარ გათხოვილი მგონი შეგიყვარდა და გათხოვდი ხო და ჩემი შვილის მე საერთოდ არ მიყვარს სხვის სულში ფათური ჩემი შვილი თუ რაღაცას მკითხავს რაღაც ვენდობი გენეტიკის მომენტებს რომ ჩემი და ჩემი მეუღლის შვილია და თვლი რომ რაღაცა სისულელეს არ ჩაიდეს თუმცა თუ ჩაიდენ სისულელეს უნდა ჩაიდინოს სისულელე იმიტომ რომ ჩემს მოყოლილ შეცდომებზე ის ვერ ისწავლის ისერიც უნდა მოიტეხოს კიდეც უნდა ისწავლოს წამოდგომა და მე არ ვაპირებ მის პრობლემების მოგვარებას საღამოშვიდობის ზუზუ და მივესალმებით თქვენს დედას გვიან შემოგვიერთდნენ ჩარევასთან და რო არ დამავიწყდა და ჩემსაც თან ეზარება ჩარევა ჩემს ძალიან და თან აქვს საშნელი ინტუიცია აი საერთოდ წარმოუდგენელ რაღაცაზე მეთქვის რომ ეს ზუსტად ის რო არ მოხდება აი ნახე ხლა ესე იზავდა იმას დაკარგავ და რატო დავკარგო რა გინდა დავკარგო გონია რომ რაღაც კოდირება ხდება რა თუმცა არასდროს არ გიცდიათ რომ ჩარეულიყავით გერჩიათ არა ბევრჯერ მიცდია მაგრამ რა გინდა რა ამას შედეგი არ აქვს დავრწმუნდი თვითონ თავის საშვება ყოველთვის როგორც კარგი და ძალიან ბევრჯერ დამხედია წინ ეს რა როგორც არ გამითვალისწინებია თითქმის სულ დამხედია აი დედებო ჭკვიანებო და გამოცდილებო მაშინ აი როგორ უნდა მიაწოდოთ ეს შვილს ჩვენ გვასწავლეთ რომ არც რჩევა იყოს და არც ჭკუის დარიგება და თან რაღაცებს არიდოთ ხო გინდა რომ რაღაცებს ძალესულელობებს არიდოთ საშიშია დედას ძალა აქვს ძალიან დიდი აი მე ხლა ჩემი შვილს რომ ბრაზდები და მინდა უთხრა ხოლმე რა აი ნახავ რა მოხდება თუ რაღაცა მე უცებ ფიქრები რას ვამბობ იმიტომ რომ მართლა რომ მოხდეს ანუ თითქოს რაღაცა იმას იმპულს უშვებ რა ეკა მე რას ვეუბნები მე ვიცხოვრე მაპატიეთ ასე და ვარ ეხლა ის რაც ვარ აი ამ ცხოვრების შედეგად თუ შენ მოგწონს ის რაც მე დღეს ვარ მაშინ შენ უნდა გაირო ეს მაგრამ თუ შენ არ მოგწონს ის რაც მე ვარ ჯერ ისეთი არც ვაიძულებ რომ გამეორება გააკეთოს ჩემი ცხოვრების და ყველა ადამიანი უნდა იყოს მაგრამ იმას სხვანაირი უნდა თავისი გზა აქვს ჩემ შვილს მაგრამ ნუ შენ შემთხვევაში მოდი ესე ვთქვათ ნინო შენ 19 წლის გათხოვდი გაქვს ძალიან მაგარი ოჯახი ბევრი წელი ერთად ხარ და რატომ გონია რომ ეს არის მე მაგალითად არა მე მაგალითად სხვა რაღაცაა კარგი მესმის მაგრამ სხვა რამეს ვამბობ მე მაგალითად 17-18 წლის დაუშვათ ის რჩევა რომ არ გამითვალისწინებია დედა ჩემისა ხო მინანია და მე დიდი სიამოვნებით ვისურვებდი რომ ჩემმა შვილმა რაღაცები აიცილოს ხო და დამარიგეთ როგორ ვერ აიცილებს შეიძლება იმ წუთში შემოგიბრუნოს სიტყვა არ დაგიჯეროს კარები გაიჯახუნოს მაგრამ
ის არ შეიძლება რომ არ დარჩეს თავში და რაღაცას მაინც გაითვალისწინებს. ალბათო დედის ინტუიცია ქვია მაგრამ ან გამოცდილება აქვს ისეთი საიდან გზნობს ქალბატონ თამარ აი საიდან აქვს დედას ეს მართლა ინტუიცია მართლა გამოცდილება საიდან არა გამოცდილება შეიძლება და დაუშვათ ვინ როგორ ცხოვრებას გადის და შენი ცხოვრებიდან გამომდინარე ვიღაცა დაალაგებულს გადის და რაღაცა წესრიგაა ვიღაცა არა და ამიტომ უფრო მეტი გაქვს რა ყოველთვის ხედავ მის არეულ ბუნებას რა გინდა თუ არ გინდა თავის პარტნიორთან სიტყვაზე ურთიერთობით ვიღაცასთან ურთიერთობით ეგრევე ხედავ ვისთან აქვს ურთიერთობა როდესაც ანუ რაღაც შობელი უხეშად ვიტყვი მოდი რომ ერევა იმიტომ რომ თავის შვილს აარიდოს რაღაცა ტკივილი ხშირად შვილები ამას იღებენ ნეგატიურად ანუ იმ ხრივ რომ აი მე ესე მინდა და შენ რატო ერევი და მიდიან წინააღმდეგობაში ამაზე ყველას ვურჩევ რა ყველას ვეტყვი რომ როდესაც მოიტეხავენ ცხვირს იმაზე რაზეც დედამ უთხრა არ გააკეთო რჩევა მისცა და ის მაინც გააკეთებს როდესაც მოიტეხავენ ცხვირს მეორე და მესამე და მეოთხე რჩევაზე უკვე ის მომენტი ირთვება რომ ხვდებიან რომ რადგან ერთხელ მითხრა ესე და რადგან ესე მოხდა მოდი ამ ეტაპზე ამაზე დაუჯერებ დედას შვილისთვის ყველაზე კარგი უნდა ხო არის სიჯიუტე ხო ადამიანის ახლა როცა შენი აზრი გაქვს და შენ ჩამოყალიბებული ხარ და თუნდაც შეყვარებული ხარ უგონოდ და ამიტომ არ გინდა მოისმინო მაგრამ მიხვდები რომ ის ერთდროს მართალი იყო და სწორს ამბობდა მაგრამ მე მირჩევნია რომ მე დავუშვა შეცდომა მე გამოვსწორდა ოღონდ მე აღარ დავუშვა კიდე რაღაცები და მესამე შემთხვევაში ცოტა ნეგატიურად უყურებთ ამ ყველაფერს დედა გააჩნია ზოგს იმს აქვს რომ დედა და შვილი აუცილებლად უნდა მეგობრობა თუ არ არის დედაში ანუ მეგობრობა მე დეჩემ დიდი მეგობრობა შემთხვევაში თქვენ ხართ პირველ რიგში მეგობრები მე ესე მინდა წარგადგინოთ და შემდეგ უკვე დედაშვილი ყველა ესეა არა ნამდვილად მე კონფლიქტი ჩემ შვილთან არ მქონია გარდა იმისა თუ ჩემ დასაწყისს არ მომპარავს რომელსაც თქვენ მარტო ჯერმე არ ჩამიცვამს არსად და მოვიხედავ რა აღარ კატოცია მე რა კითხვა მაქვს თქვენთან რომ მიუხედავად მეგობრობისა მაინც რაღაც დედას ხო აქვს რაღაც შენიშვნები რაღაცაზე ბრაზდება იგაზე გაბრაზებთ ხოლმე ადრე საშინელი ბავშვი იყო მე მგონი აქ ყველა საშინელი ბავშვი ხო ნიკა წულუკიძის გარდა როგორც მე მყავს ძმა რომელიც მე გეტყვი დედას დედა ალაპარაკე მაგრამ ეს არ იტყვის ის თქოს დედას ის მოწონს და მე უყვარვარ შენი ძმა მართლა ესეა კაპტოცია ის უფრო დამჯერი ყოველთვის ეს იყო საშინელება და ეხლა თვლი რომ საშინელება მაგალითი მომყავდა ყოველთვის პატარები რო იყვნენ სხვისი მაგალითი მომყავდა რომ ეს გაეთვალისწინებინათ აი ეს როგორ გააკეთა ამ ხანაკთან ერთად ამ მიზნით რომ ამათ ეს გაეგოთ რომ წუნდია თვითონ რო ვაძლევდი შენიშვნას არასოდეს არ იღებდნენ იმას ის უფრო ესმოდა დღეს რაზე გაბრაზებთ ზუზუ ჩემი დილა იწყება ესე შვილო გოლთვით უხარ მითხარ ზუზუ უკვე ისკა რატოს ვადა შვილო უკვე მეგობრულად მომეთ აი ლოთვით უხარ ხო რამე გავაკეთოთ ზუსტად ვიცი ზონარი რო არ მაქვს შეკრული არა ამას მიეჩვიეთ აბა რას ვერ მიეჩვიეთ ერვიტან ეკა შარვალი რო აი აქამდე ქვემოთ როა ნუ აი როგორ შეიძლება საცვალი გიჩა არა ნუ იტყვება ეს მართალს ამბობს ზუზუ რომ თქვენი მეორე შვილი მოგწონთ და ეს გიყვარ სიყვარულით ორივე მიღავს მაგრამ ის თან მოწონს და ეს როგორ გამოვიდა ესეთი რომ თქვენი არეალიდან გამოვიდა საერთოდ სხვადასხვანაირები არის სულ გონია რომ უყურადღებობა ნუ არ ცოტა ხო დილით მადგება ცალკე ცხოვრობ ჩემი ძმა ჩვენ სახლი არ გვაქვს ის არ გემესა და არეკე შენ ძმასთან 5 როდ კითხო ასაკშია სკლეროზე 5 მე არის არ მიზერია შენ თუ 5 მე ვიდა ბექას და ქალტო მარინას დაუბრუნდეთ მე სრულიად შემთხვევით რამდენიმე ხნის წინ გავიგე მართლა არ ვიცოდი რომ ყავს ქალიშვილი რომელიც არის 11 წლის რომელიც არის როგორც იყო უნიჭიერესი პიანისტი ხო ეკა მომიყევი შენს გოგოზე სწავლობს პიანისტკამ ქალბატონ ელის ობოლქვაზესთან დადის ძალიან მოსწონს რაც თავარია ეს ყველაფერი და როგორც ამბობენ გამოზდის და არის სწავლის პროცესში ახლა ბევრი რო არ ვაქოთ ვადიდოთ ველოდებით ფინანს როგორი იქნება და ნუ ღერის ხო ღერის კიდეც ნიჭიერია ცეკვაში მიიყვანეს სასწაულად ნიჭიერი აღმოჩნდა და ორ კვირაში სოლოში ჩასვეს ბალეტის
ში მიიყვანეს იმაშიც ნიჭი აღმოჩნდა ყველაფერში ხატვის ნიჭია ყველაფერს ნიჭია მაგრამ არა გავს გარეგნულად მამას ძალიან საყვარელი ბოლოს აიჩია ეს ფორტეპიანო დედასთან გაქვთ კონტაქტი ანუ ბავშვის აღზრდაში ერთად თქვენ ჩვენ ერთად ვზრდიდით ბავშვს სანამ ესენი ერთად იყვნენ და შემდეგ აი სატელეფონო კონტაქტი როცა ბავშვის მოკითხვა მინდა რაღაცა ძალიან კარგი გოგოა და საერთოდ კარგი ხალხია ის პრობლემა რა იმე ბავშვთან ურთიერთობაში აი რაღაცა ისეთი არა ძალიან კარგი ხალხი და კარგი ესენი პატარები იყვნენ და იმიტომ არ შედგა ამათი ურთიერთობა რა ოცნება გაქვს აი ყველა შვილს აქვს რომ რაღაც განსაკუთრებული დედამისს გაუკეთოს აი გაქვს ესეთი რამე ან გაგიკეთებია თუ არა ხო რასაც ახლა ვახერხებ გამიკეთებია რა თქმა უნდა მაქსიმალურად და როგორც მე ვგრძნობ ამის ყველაზე დიდი ბედნიერებაა ჩემი კარგად ყოფნა ჩვენ ვიყოთ კარგად ჩვენ ვიყოთ ბედნიერები ჩვენ ვიყოთ დაალაგებულნი რომ ეს იქნება მაგისთვის ყველაფერი პირველ რიგში ესეა და ნუ ეხლა ის წვიმანები რაც არის მგონი რაღაცებს ვახერხებთ რა ვიცი სიყვარულს და სითბოს არ ვაკლებთ უყვარს ძალიან აი რაღაცა როცა რაღაც საშუალება გაუცილებლად იცის მიყიდის რაღაცას მომიტანს აი საახალწო ტელეფონი გამიფუჭდა და არც მithქვია არც დამიწოწონია მე თქვი გავაკეთებინებ თქო და 31-ში რაღაცები უნდა მოეტანა სუფრა გქონდა სახლში სანტა იყო ჩემი ბექა წავიდა და ისე არც უთქია ჩუბად გამოიტანა ტელეფონი და მომიტანა საჩუქრად მოკლედ კაი ბიჭია. რაჩენს კიდე შეგატყობინებ თუ რამე. შეგატყობინებ და მე მინდა რომ ეკახოფერეს თოქ-შოუს სახელი ჩენაჩუქო დედას მე მუშაობ ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში. იქ არის ასეთი სოციალური რეაბილიტაციის განყოფილება. სადაც სხვადასხვა თერაპიები ტარდება და მე მინდა პაციენტების ნამუშევარი ჩვენ ერთად ავიღოთ. მე მოგარდა თქვენ გაჩუქოთ ეს არის ფულის ხე. ძალიან დიდი მადლობა. ავიდა ბარაკა არ მოგაქვს. დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა. ეს ჩვენგან უღმესი მადლობა და ახალი ამბებით გელოდებით ჩვენთან. გმირს რომელსაც ახლა თქვენ შეხვდებით, ისლამის ქარცეცხლში გაატარეს ერთი ფრაზის გამო, როდესაც მან თქვა, რომ ჩემი ცოლი ისე უნდა მივლიდეს, როგორც დედა ჩემია და ყველაფერი წესრიგში უნდა იყოსო. ნუ ჩვენ გავარკვიეთ რეალურად რა ხდება ამ ოჯახში და ვეწვიეთ ნოდიკო ტატიშვილი. ნოდიკო იყო ძალიან ცელკი, აი რადიკალურად განსხვავებული. ეხლა დინჯი, ძალიან ისეთი დაფიქრებული. ესე იგი თავში რა დროს რას წამოკრავდა არავინ არ იცოდა. კაცრი იყო, მაგრამ როგორი კაცრი იყო, იცით რა, აი შიში კი არ მქონდა. რაღაცნაირად აი თან ძალიან მიყვარს და სულ ვთხილდებოდი ხოლმე რომ რაღაცა ისე რაღაცა არ წკენოდა ჩემგან. და შესაბამისად ესეც ასე აღიმართებოდა რომ რაღაც არ მეწია. ყოველთვის უსმენ ხოლმე, მართლა მაინტერესებს, იმიტომ რომ დედა და მამა არიან ის ადამიანები, ვისი აზრიც ყოველთვის იქნება ისეთ სამართლიანიც, თანამედროვეულად აზრი რომელიც მე გამოგადგება. ყოველთვის ცდილობს ბავშვობიდან რომ რაღაცა სიურპრიზი გამიკეთოს. ეს მისი დამახასიათებელია. მე არ მახსოვს დედის დღე ან რაიმე ისეთ დღესასწაული რომ ამას არ მოელოცო ჩემთვის და რაღაცა ჩქარელი ეკეთებინეს. და მე მომიწია საავადმყოფოში წოლა, ოპერაცია დავიკეთე, ძალიან ისეთი რთული მოკლედ ოპერაცია იყო და მოდის ჩემთან დიდი ტორტი მომიტანა და მომიტანა კიდე ოქროს ჯაჭვი თავისი ყურა. დედაჩემს ვხედავ აი რაღაცნაირად კმაყოფილს, ბედნიერს, რო იღიმის სახეზე რო ვატყობ, რომ კარგად არის და უხარია და მოკლედ მე ამ დროს ვარ ხოლმე მეცხრეა ძალიან მიხარია რა. მეტი და მეტი უნდა რომ გააკეთოს. კი, იმიტომ რომ მე სულ ვიძახი, აი უდიდესი სტიმულია დედაჩემი ჩემთვის, რასაც ვაკეთებ. მამა მუშაობდა და დედა ვსტავყავდი სიმღერაზე, მათი დამსახურებაა რომ მე დღეს სცენაზე ვდგავარ. დღესაც ვფიქრობ და ყოველთვის ვფიქრებ რომ სცენის გარეშე და მუსიკის გარეშე ვერც ერთი წამი ვერ წარმოგიდგენია და ეს არის დედაჩემის დამსახურება. მართლა ხო ვიცი რომ შენი დამსახურებაა.
ჩვენთან არის ეს სტერეოტიპი, ხო, რომ რძალს აუცილებლად უნდა კონდეს დედამთანთან ცუდი ურთიერთობა, რაღაცნაირად ესეა. და კიდევ მეორე არის ის, რომ სიძეს უნდა კონდეს სიდერთან რაღაც დაწებული ურთიერთობა, იმიტომ რომ სიდერია მაინც, ხო და მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ აი ეს რაღაცა ცოტა სულელური დამოკიდებულება რძალსა და დედამთილს შორის არ იქნება ჩემ ოჯახში არც ერთ ნამდვილად დარწმუნებული ვარ ამაში. იმიტომ რომ ადრე იყო დედამთილი ერეოდა ყოველთვის რძლის ახალგაზრდა არ უნდა ჩაე თვითონ ჯერ არ გახდა დედამთილი და ხო ნუ ხა ყოველთვის ეხლა ესე არ გქონდა ხო ხედა თავარი ერთმანეთი უყვარდათ აი ეს ერთმანეთს პატივცემდნენ დედა არის არაჩვეულებრივი დედა არაჩვეულებრივი დიასახლის და კიდევ მიხარ ის რომ არა გაკეთდება აბა რა უნდა ვქნა ეხლა ყველაზე მეტად მიყვარს თელს დედამიწაზე თელს სამყაროში და თელს galaktikაში აი მართლა ყველაზე მეტად მიყვარს ამის ერთი ღიმილი აი მირჩევნია ძალიან ბევრ ამბებს ეხლა მე მინდა რომ დავიწყოთ აი ესეთი გაცნობა ვინც კარგად ჯერ ვერ გავაცანით ჩვენს ტელემაყურებელს სოფო მინდა ეხლა შენ გამაცნო დედა შენი ნანა შავგულიძე ბედიასი იმიტომ რომ როგორც გათხოვდა მამამ კაცრად მოთხოვა რომ ის გვარზე გადასულიყო რატო გააკეთა მაინც ვერ ხვდები მაგრამ მე ესე ვიძახ შავგულიძე ბედიასი იურისტია პროფესიით დედიკო ძალიან კარგი და თავგადადებული დედაა მართლა მე მინდა რომ ცოტა მაინც ვგავდე მას როგორც დედა იმიტომ რომ ის არის მართლა თავგადადებული დედა მან თავის პროფესიაზე უარი თქვა ყველაფერზე უარი თქვა და თავი მოგვიწყნა მე და ბორიკოს აღზრდას. თალბატონ ნანა, დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ სწორედ დაუშვათ აი იმაზე, როდესაც ქალი უარს ამბობს საკუთარ პროფესიაზე, დღეს ნანობთ, რომ ან მთლიანად ბავშვებს მიუძღვენით თქვენი ცხოვრება? თქვენ წარმოიდგინეთ, რომ არ უნანობ, იმიტომ რომ ჩემი შვილები დღესდღეობით ჩემი დამსახურებით არიან ასეთები. სკოლაში მე-11 კლასამდე მივსდევდი, სული ქვიჯექი და ბოლოს მე-11-ში რო იყვნენ, მეზობლის ქალმა მითხრა ქალბატონო ნანა ისე მიდიხარ სკოლაშიო და რა ვქნა მიჩვეული ვარ ერთერთი სახში მეთქი და ასეც დევაში გავატარე მოკლედ ამათან ინსტიტუტშიც დავსდევდი თქვენ როგორ ფიქრობთ მშობლების საყურადღებოდ არსებობს სხვადასხვა აღზრდის სისტემა დღეს ახლა ძალიან პოპულარული ამაზე მსჯელობა დედამ შვილი უნდა აქოს თუ არა თუ დედა უნდა იყოს კაცრი არა გვაქვს ოჯახს არავის მაყაშვილებს არ აქვს ვიღაცის ქება რა არეუბნებოდით ეხა ორი ამისანა გოგო როგორ არ მეუბნებოდი და მაგრამ აი დედა გენაცოდო შვილო და რა ლაბაზე ხეთა ტიპოზე ხერული და ბაჭი ეს არა მაქვს წევაში დედა გენაცვალოს ნამდვილად არა მაგრამ აი სულ ახალისება რა ლამაზი ხარ, რა კარგი ხარ, რა კარგი მე სხვადასხვის მომცეს ესე შენიშნა, იმიტომ რომ რა როცა კრიტიკულად ხარ, როდესაც კრიტიკულად ხარ განწყობილი შენიშნა, უფრო მეტის კეთების სისუჩდება თამათ. ნუ მე ეგრე ვარ ყოველთვის. ზოგი არ მაინტერესებს ამ შემთხვევაში ჩემ ოჯახზე მაქვს საუბარი. მე ვიცი ჩემი ოჯახის ამოიტა. სლაში მე არ როდესაც ის მომენტი არის, როდესაც ვიცი რომ დედა ჩემი უყურებს სპექტაკლს, ყოველთვის მაქვს ის მომენტი, რომ აი მოეწონა და ვიცი რომ რასაც მეტყვის არა იმიტომ რომ რაღაც აი მიმითისოს და რაღაც. იმისთვის მეუნება ამ ყველაფერს და იმისთვის მაკრიტიკებს რომ მე ვიყო უფრო უკეთესი. ბაია დედა გაქებს? შექება ნინოსგან არ მახსოვს 19 წლის ვარ და 19 წლის განმავლობაში ერთხელაც არ უთქვამს დედა რა ლამაზი ხარ, ერთხელ წამოწდა ბანკეტის დღეს რომ შეგეხედება დედიკო. ცლად ეგეთი მახინჯიც არ ხარ? იცი რა არის მაკიაჟის გარეშე ვარ და სპორტულად ჩაცმული, იმიტომ რომ გადარბენა რომ აქ არ მინდება რომ ესა ვიყო და დღეს რაღაცა მომინდა გამოვიბრანჭე და სხვათა შორის დღეს რომ გამოვიდეთ მითხრა ძალიან გიხდება ძალიან გამხდარი ხარ კარგად გამოიყურებიო. ნუ ესე იგი გაიზარდე უკვე იმას საკამდე რომ დაიწყო შექება არა მაღალმაღალში. არა ხო? 1000 ერთხელ რომ კარგად გამოიყურე. ბაიკოს მინდა ვკითხო ხო ბაიკო? მე? აი სწავლაზე არ გეუბნება კომპლიმენტს, ჩაცმის სტილი გაქვს ინდივიდუალური არაჩვეულებრივი. არა, სწავლას დიდად არ ეხება, იმიტომ რომ მეუბნება რომ ან გამოხვალ ისწავლი არ ისწავლი და ჩემი საქმე ეგ არ არის. ანუ ფაქტიურად დედა არ არის.
დაც არ არის. ნინო, არ თქვენი. იცი ეკა, როგორ გითხრა, ძალიან მე მგონი უტვინო ქალის სახელი არ მაქვს, ბევრი რა ვიცი, ჩემთვის უტვინოთ არ. ვიტყვა დამოუკიდებელი ადამიანი არ 19 წლის ასე. რომ ჩემი შვილი ორივე ფეხით იდგეს მიწაზე, არ ეკეთოს ვარდისფერი სათვალე, მე რომ გავსდი 2 წლის ვიყავი, მამაჩემ მითხრა შეხარ დიდი. მე არ ვამბობ რომ ეს კარგია და სწორია, უბრალოდ მე როცა ვეცემოდი მე თვითონ დაამდგარიყავი. მე ყოველთვის ვიყავი ჩემ თავზე პასუხისმგებელი, ჩემს შეცდომაზეც პასუხისმგებელი, ეზოდან ღნავილით რომ ამოვიდი მამაჩემ მითხრა თუ შენ კომუნიკაციას ვერ ამყარებ შენს ეზოში, საერთოდ ნუ ჩახვალ მე რომ მიშველეთ ხო რო დავიძახი, ანუ ყველა პრობლემასთან მე ვიყავი მარტო შენი პრობლემები, შენი სიმდიდრეა. ასევე ვზრდი ჩემს შვილს ის უმკლავდება ამ პრობლემას და მე ვეუბნები რომ იგივე პრობლემები მქონდა მეც, შენ სამყაროში მარტო არ ხარ ასეთი განუმეორებელი და გამორჩეული. ეს არის ცხოვრება და უნდა გაუძლო. ხო, მაგრამ არის პერიოდები ცხოვრებაში, როდესაც შენ რაღაც პრობლემა გაქვს, ეს შეიძლება იყოს გამოხატული მეგობრებთან, ჩხუბი მოგივიდა დაქალებთან, შეყვარებულთან, სკოლაში. და ძალიან გჭირდება დედის მხარდაჭერა. მქონია ძალიან ცუდი პერიოდი მქონდა, ნუ ესე ვთქვათ, ახლა ხო გეცინება. ხო, არა, ბევრ რამეზე მეცინება ახლა, მაგრამ ანუ მქონია ეგეთი და ატირებული 2 კვირა სახლში ვზივარ, ოთახში გამოკეტილი და მივედი ნინოსთან, რომ დედა ხო შეიძლება მკითხო მიზეზი, რატო არ ესე ცუდად, რატო არ გავდივარ სახლიდან, ტვინს რატო არ ვჭამ? არაფერზე, ნუ, კაი დედა, რა გიყო, მითხარ, რაში დაგეხმარო და ანუ ესეთ მოვუყება ყველაფერი და აი მე შვილო ერთი წუთი კარგად შემოვხედეო და ნუ დაიწყო სიცილი ამ ყველაფერზე და წადი ახლა კიდე იტირე და როცა მოგბეს და მე გახვალ გარეთ და ის რო თქვა რომ აი დამიჯდა და ვაიმე შენ მოგიკვდი და ვაიმე შეუბედურო და რათაგებ არა და ველოდვეს კი ჩამეხუტება ახლა აქეთ მაგინა ბოდიში მლანძღა და გამიშვა ჩემთან სიმკაცრით ვერაფერს ვერ გახვიდოდი, შანსი არ იყო. მე ისევ თბილად, ტკბილად და აი ესე უჯერებდი ხოლმე ხა, ესე არის ინდივიდუალურია ეს ყველაფერი ხა, ვისაც სიმკაცრე უხდება, ვისაც მე მაგალითად უფრო აი გველსახვრელით ამოიყვანს ენდატკბილად მოუბარო. აი რაღაცა ისეთ ხო, მაგრამ მე რატო ვსაუბრობ, იმიტომ რომ დავუშვათ ადრე ითვლებოდა რომ რაც უფრო მკაცრად გაზრდი შვილს და უფრო მზად იქნება ის რაღაც სირთულეები. შვილიც ესეა მაგალითად, რაც უფრო თბილად ვექცევი, უფრო მიგებს. მაგრამ დღეს ამბობენ რომ მეტი ლოიალობა. ზედმეტად შექება არასოდეს არ ვიცოდი, მაგრამ მაინც მინდა რომ კარგი რაღაცა უთხრა, როცა სახლიდან გადის მაგალითად. აი თანამედროვე ტენდენცია ადრე იყო გაროზგვა და სპარტანელებიც არსებობდნენ და სხვა მენტალიტეტი საერთოდ კაცობრიობაში და ეხლა არის საკმაოდ სხვა ტენდენცია, როცა ბავშვს პრაქტიკულად შენიშვნას არ აძლევენ, ესეც არ მესმის და არ არის სწორი. ყველაფერი არის ზომიერი და ადამიანური, მაგრამ ამ შემთხვევაში გეტყვი, რომ მე მინდა ჩემი შვილი იყოს ბედნიერი და არა საუკეთესო რა. თუ გამოუვარო საუკეთესო იყოს, მე თმა მისცეს რა. მე ჩემი შვილს მინდა რომ თუ შესაძლებია ისევე შევაქო, როგორც ადამიანურად ნებისმიერი ადამიანი შეაქებს მეორეს. სოფო კარგად თუ იმღერებს, ხო ვეტყვი რა კარგად იმღერა და ჩემი შვილი კარგად თუ დაუკრავს, რატო არ უთხრა რა, იმიტომ რომ დედა ვარ. მაგრამ თუ საშუალოდ დაუკრა, უნდა უთხრა რომ რა მაგრა უკრავ? ანუ არა. პროფესიაში უნდა კრიტიკოსი იყო, იმიტომ რომ მის განვითარებას შეუწყო ხელი. ხო, თუ ცუდად გადაიღო, ცუდად დაუკრა და ცუდად რაღაცა გააკეთა, ოღონდ ხალხის წინ სახში ვეტყვი რომ ეს ჯობდა ესა გაგეკეთებინა. ინდივიდუალურად ხა მე მაგალითად თუ მეტყვი შეცდომას, მე თვითონ გზო პირველ რიგში ჩემ თამაში იქნება თუ რასაც გამიგეთებია, ცუდად გავაკეთე ისე რა თუ ასე თუ ისე კარგად, მე ამას იმდენად გზნობ, მე თუ ცუდად გავაკეთე, იმდენად გამივცდი. ვიღაც ზემოდან კიდე დედა შეება მითხრას რომ შენ ეს ძალიან ცუდად გააკეთე, უბრალოდ დავითრგუნებ რომ მე თვითონ ვიცი რომ ცუდად გავაკეთე, ხვდები? და მე თვითონ გამოვასწორებ იმას. დღეს როცა დამიძახე შვილთან ერთად, მოდი რაღაცნაირად დედჩემი ხო არის და აი მე მაინც ჯერ შვილად ვზნობ თავს, დედაც ვერ ვზნობ თავს და გეტყობა იცი რა, ეს იმდენად ჩემთვის არის ძიმე რომ აი მე ჯერ შვილი ვარ, მივხვდი რომ მე იმის აზრზე ვარ ჩამოკიდებული, მართალია ხან ჩიჩილაკს მადარებს დედაშვილი, აი მთელი კომპლიმენტებით აღსავსე მივდივარ დედაჩემთან და მგონია რომ ეხლა ამოიქცება დედაჩემი რომ დედა როგორ გადასერვად გამდედა შვილო რა ჩიჩილაკს გელხატებს. ნუ ჩამომეყრება ეს თმები. ან რაღაც მე კისერი შეგაჭკნა ძალიან მეუბნება.
ნუ დილა იწყება რა ეს არ გივარგა ის არ გივარგა რას გავდი რაღაცა ისი არც ხო ეს სულ ბავშვობიდან გენეტიკურად გადაცვალა ხო და ამიტომ მე სხვანაირი მოქცევა არ ვიცი მაგრამ აქედან მე არ დავკომპლექსებულ ვარ არც მე მინდა მე მგონია რომ სხვანაირი ახალში შტოტანიცები აძეტა იყო სხვანაირი ცხოვრება მგონია რომ არ არსებობს ამიცი ასე ანუ თქვენ შენიშვნებში გაიზარდოთ სულ თამა მაგრამ მაინც უზნეო ვიყავით ერთ ცხოვრება მე გავდიოდი ეტაპს 30 წლის წინ, როდესაც ესენი პატარები იყვნენ და ეხლა მყავს შვილი, რომელიც არის 9 წლის. ხო, მაშინ სხვა შემართება გაქვს და უფრო ისახარ და რაღაც მოკოქილი ხარ და ეხლა დადის ეს ელიზბარი ძინავს, არ ძინავს, რას აკეთებს. მე აი იცი რომ კი როგორ არ ვაკრიტიკებ, მაგრამ აღარ გაქვს, იმიტომ რომ გადართული ხარ სოციალურ პირობებზე რა. საიდან რა იშოვა, რა მოიტანო. ასე თუ ისე მაშინ ყველაფერი იყო დალაგებული, მოწესრიგებოდა და შენ არ ფიქრობდი რომ ხვალ შენ საჭმლის ფული არ აქვს. გინდა რომ წაიყვანო სპორტზე ვერ დაკავს, იმიტომ რომ ზედმეტად ტრანსპორტის ფული არ დახარჯო. ხო ეს ყველაფერი ძალიან მოქმედებს რა. ამიტომ აღარ აქვს ყურადღებას. ის 8 ნახევარზე დაწובה დასაძინებას თუ პირველზე თავში ყაუღლა უყო თავი დაგანებოს. დამაწინოთ რუსო მოვიდა და დადის ეს ელიზბარი პირველის ნახევარი რაღაცა სიმღერის ხარ რიჩარდია ხან ვიღაცა არის ვერ გაიგებ და რა არის ესო პირველის ნახევარი რას დადის დედა რას დაეძებ მე ვთხარ ხო ჩუმათარი იყოს ერთი შენჭები მაგის ნერვები რაღაც ვაკეთებს სამზარეულოში რომ მოვასწრო შეხედაო ჩვენ 8 საათზე ჟანდარმე დაგვიჩხავლებდაო და ჩხავი ვარ მაგრამ აღარ მისმენს არავინ და რაში გამოადგათ რომ 9 საათზე მართლა ეძინათ მაინც უზნეოები არიან და მაინც რედაქტორებს აღწევს პატიან და მითხარით ერთი და ის ძალიან დიდი ხანია არ გამოჩენილა ტელეეკრანებზე მომხიბლავი ქალბატონი თავის სასიყვარულო ისტორიებით ქეთა ლორდ-კიფანიძე რომელსაც თურმე არც მეტი არც ნაკლები 5 შვილი ყოლია და ამ დიდ ოჯახში მივედით და ვნახეთ როგორ ასრულებს თავის მოვალეობებს ქეთა ეს არის თომა რომელიც ხადახა ხდება 20 წლის ეს არის ნინა 15 წლის თეოდორა 8 წლის, სესილი 7-ის და იონა სოლოხანს გახდა 6-ის. ცა პირველად გავხდი დედა, ვიყავი ზუსტად 19 წლის. საკმაოდ ცუდი პერიოდი იყო მაშინ საქართველოში, ძალიან ჭირდა ცხოვრება, ასე ვთქვათ. და აი სწორად გამიგეთ, ისეთი დღეები მაქვს გავლილი, დღეს რომ ვინმე ამბობს, რომ შვილის გაზრდა ძნელია, ცოტა უბრაზდები ხოლმე. ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და არ შეიძლება ზოგადად მეთოდი მოარგო ყველას ერთნაირია. აქედან გამომდინარე, ცოტა მეთოდების და ესეთ წესების და კანონების წინააღმდეგი ვარ ყოველთვის. აი ეს პირველი შეგრძნება, როდესაც გაჩნდა თომა, იტირა და მე ვთქვი, რომ ეს არ ჩემი შვილი, ეს არ მართლა დაუვიწყარია. გაჩენის სურვილი მუდმივად მაქვს და არც ახლა დამიკარგავს. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ უბრალოდ ისეთ რაღაცებზე, რასაც პირველ შემთხვევაში ნერვიულობ, მე ცოტა სასაცილოდ გეჩვენება. ერთხელ ჩამეძინა და იოანემ საბანი გამოიღო კარადიდან და დამაფარა. ნუ ეს ჩემთვის ძალიან დიდი რამაა, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი სიამოვნება ეს არის ზრუნვა, იმიტომ რომ დგება დრო ჩვენს ცხოვრებაში, როცა ხვდებით, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ვიყავი 8 წლის, როცა ბაბუა სპექტაკლში ვითამაშე პირველად და მაშინ ავიღე პირველი ჰონორარი. და მახსოვს ვიყიდე დედასთვის რაღაც სუნამო. და რაღაცა კულონი, ესეთი ბევრი ბურთები ქონდა, რაღაც ვერცხლისფერი კულონი იყო. არა, ყოველდღე მამოწმებდა, მე კეთაც ვარ და მესხაც ვარ, ის სუნამო და ალბათ გეკეთა, იმიტომ რომ ეხლა მოხდა საშნელი კულონი იყო. არა, მე დღემდე მაქვს შენახული ის. დღემდე რა გაქვს შენახული ვიცი. თომა ძალიან გამახარა იმით, რომ გაყვა ჩემს პროფესიას. ბავშვობაშიც ხშირად დავდიოდი ხოლმე და ჩემს რეპეტიციებზე და ვიცერდა. ყველაზე კარგი ის არის, რომ ამან კიდევ უფრო დამაახლოვა დედაჩემთან. მეტი საერთო გავგვიჩნდა უფრო რაღაც საერთო სალაპარაკო თემა, უფრო საერთო რაღაცა სფერო. დედა ეს არის ჩვენი ფუნქცია ქვეყანას. იმიტომ რომ ჩვენზე არ თავდება, ხო? ჩვენ ტოვებთ ჩვენს შთამომავლობას, ისინი თავისას. აი ეს არიან ჩემი შვილები. მე არ გავჩერდები არც მაშინ, როცა აღარ ვიქნები ამ მიწაზე და სადღაც ვიქნები. მე ვიცი, რომ მე გავგრძელდები მათში, მათ შვილებში და ასე შემდეგ. მოთხოვნა ძველებურად მაქვს 25 შვილი და ნუ შვილთა შვილებზე მე ვნახოთ. იმედია მაგ დროისთვის ცოცხალი ვიქნები.
მინდა ესეთი სტუმრები შემოვიყვანო აქ. ესე იგი, ქალბატონი ლენა შუბითიძე როსტომაშვილს ყავს 2 შვილთაშვილი, 8 შვილიშვილი და 3 შვილი. აქედან ერთ-ერთი დათო როსტომაშვილია. მე მინდა ვთხოვო აქ ჩვენთან სტუდიაში ქალბატონ ლენას და ბატონ დათოს მოგბრძანდით. გამარჯობა. იცით როგორი ამბავია ბატონ დათო? მე გამოვარკვიე რომ თქვენ სტუმრად არასდროს ვყოლი ხართ, იცით? მე ვიცოდი კი. ხო, რატო? ეს როგორ მომივიდა ეგ ამბავი? მაგას არ ვიძახი. ხო და აი დღეს გადავწყვეტე რომ გამოვასწორო ეს სიტუაცია დღევანდელ გადაცემაში, მინდა რომ თქვენ გაგვაცნობ დედა თქვენი. ჯერ პირველ რიგში მინდა გითხრათ, რაც თავარია ყველაზე დიდი თანამდებობა, რაც აქვს, არის დედა. და ჩემი დედა. მერე ბებია და დიდი ბებია. ადამიანმა რომელმაც შვილების გულისთვის გააკეთა ყველაფერი. იცით რა მინდა კითხო ქალბატონ ლენა, აი რას გულისხმობს ბატონი დათო? თქვენ მთელი დავუშვათ უარი თქვით კარიერაზე, სამსახურზე, მთელი თქვენი ცხოვრება იცხოვრათ იმისთვის, რომ შვილებისთვის გაგიკეთებინათ ყველაფერი? სამსახურში ყოველთვის მუშაობდი და შვილებსაც ვსდიდი, არ დამიკლი არაფერი ამათთვის. ღამე ვაკეთებდი დღის გასაკეთებელს. და შვილებს არ მოკლებოდათ არაფერი. ეხლა მომიყევით დათო როსტომაშვილი პატარა. ალბათ ძალიან სასაცილო და საყვარელი იყო, ხო? ძალიან. მაინც როგორ რა ტიპაჟი იყო? წყნარი ძალიან. ბუმფულა. თეთრი რო იყო უთხარი და ხუჭუჭა. და ხუჭუჭა, ოქროსფერით ვებსერიოზი. მართლა? კი. მარნეულში მუშაობდა, რაც გაშავდა, იმის მე აღარ გათეთრებულა. არ მახსოვს, ან ენაში დღემდის. ან ხმისთვის აეწიოს, ან ენა შემოებრუნებოს, ყველა დედა მინატროს მეთქი, ყოველთვის ვამბობ ასეთი შვილი, როგორიც დათო ჩემთვის. კაი, როდის გაგაბრაზათ? ნუ თუ არასდროს მომხარა ესეთი რამ, ხა ყველა ცხოვრებაში. სკოლაში საუკეთესო იყო, ოჯახში საუკეთესო, რა ვიცი, როგორ გითხრათ. ხედავ, აი ხედავ. ერთად ვაბარებდით და ერთად სწავლობდით. ჩემი ჯგუფელი იყო. მართლა? კი. სკოლიდან შენიშნარ მიმიღი არასდროს. მოწესრიგებული იყო და შლაპკა ეხურა და გასავს. რაღაცა ისე ყველას ესე ესალმე ლაპარაკობდა და იქიდან მოყოლებოდა. მართლა საოცარი იუმორი გზნობა აქვს, დაუშვათ შეუძლია რაღაც წამში უცებ სიტუაცია დაატრიალოს და ნუ რასაც აკეთებს ეკრანზე, ყველა ვიცით. ეს ბავშვობაში ეთყობოდა რომ აი ამ კვალს წაყვებოდა. სკოლაში დირექტორს წინებდა ბუფეტში რომ უნდა ყველაზე წინ შესვლა. უცებ დაიშლებოდნენ ბავშვები. საყვედურობდა დირექტორი რომ ჩემ ხვაზე ლაპარაკობს. მეტი საყვედური მე სკოლაში არ მემეღია. რა არის საწინდარი წარმატებული ადამიანის, ასე ვთქვა. ნუ ესეც ცოტა პირობითია, ხა წარმატებული მთავარი ბედნიერი ეკამ თქვა აბსოლუტურად ვეთანხმებ. შვილი უნდა სიმკაცრეში გაზარდო, უნდა აქოს სულ, აი სად არის ეს შუალედი? იცით რა, აი თვითონ თანდაყოლილიც აქვს თქორე. მე არც დამისჯიეს არასდროს. აი ამის თავს ფიცავარ, არასდროს არ ვიცოდი მე ამას გაკვეთილი რა ქონდა. არ მომატყუილებდა და მომზადებელი არ წავედოდა. სხვათა შორის გოგოვებიც, მარტო ეს არა. ნუ გამიმართლეს შვილებმა ყველანაირად. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აღზრდას. ყველაზე მთავარი რაც არის, აღზრდა არის. არც უნდა აქო, არც დიდი თავისუფლება არ უნდა მიცეთ, ჩემი აზრი ესეთი, ამიტომ რომ ამას ეხლა რო უკვირდები, ძალიან ძნელი არის აკონტროლო ეს სიტუაცია და აი ყველაზე რთული მომენტია, როცა დგები იმ საკითხებს, სადღაც შეცდომა არ გაგეპაროს შვილებთან მიმართებაში, იმიტომ რომ ერთმა შეცდომამ შეიძლება მთელი ცხოვრება დაანგრიოს. მე მამა გარდამეცვალა ვიყავი 4 წლის, ხო? და დედაჩემ დაჩა ამას 32 წელს მაშინ ესე არ ყურებოდნენ ხა. ხო. და 36 ვიბაჭროთ. 36 ესა. შეძო რა თქმა უნდა ბევრი რამე უკვე ავტომატურად დაგვაგდა, ხო? მე არც მიტყდება, არც ეს არ გქონია, ესეც არ გქონია, მაგრამ რაღაცა მე იმუნიტეტი მე უფრო პირიქით დრო მოდიოდა რომ აი უმამობა არ იგრძნოს და პირიქით ბევრად. ეხლა ეს რაღაცები ხდება ცხოვრებაში ეს. აი მაკლებაზე მაპატიეთ. მე მაგალითად არასოდეს არ გამისწვია ყურადღება რომ აი ანის მაგდა, ანეს მაგდა. სადაც არც მიმიქცევდა. ჩემ შვილებსაც ნახევარჯერ ცარიელი მაქვს, მათ ვერ შეიწვი ერთხი და ან ეს თუ დაგაყდე რა დღეში ყავს შვილები უბრალოდ? არა, ამას წინათ როგორი მაცივარი იყო, იცით? გუგამ გამოაღო და სამსახურში ვერ ვიარო ბრუნდები სახში ეს ბოტოქსი მოგჩენთ და სამზარეულოში მიკეთებს და
მაცივარში აბსოლუტური სიცოცხლე 3 ბოტოქსის ამპულა გამაკინე. ცხოვრებაში არ შემიქიაო. ფულს აღარ. საჭმელს არ უკეთებო. ბავშვი პრობლემით მოვიდა, არ მოეფერა. მაცივარში ბოტოქსი აქვს და ბავშვები ყავს ანგელოზივით არაჩვეულებრივები და არ ვიცი მე რაღაც დასკვნა თქვენ აუცილებლად 900 ტანსაცმელი იბიკოს აქვს ყოველთვის 2 ხელი ტანსაცმელი გაიზრდება მე შემდეგს უკვე მე მინდა რომ აი ცხოვრებისგან აიღოს რაღაცა სხვა რაღაცეებისგან გემო იმისგან არა რომ აი დღეს აუცილებლად ხორცი თუ არ ჭამა სადილად დაიქცევა მთელი დღე ეგდოს მშიერი აი ხო არ მოგტება რაღაცა ისე ნინო, ვიდრე სპეციალური არასამთავრობო ორგანიზაცია არ შეიქმნა შენი შვილების დასაცავად, ჯობია რომ აღარ განავრცო. მინდა ყველას კითხოთ, რომ გაიხსენოთ ყველაზე ბედნიერი წუთები, არის მომენტი, რომელიც თქვენ ერთად გაქვთ გატარებული და რომელიც გახსენდებათ. მე უფრო გრძნობას დავარქვევი. აი, დაირად, ამაზე ბედნიერი წუთები რა უნდა იყოს. მე ყველა წუთი ბედნიერია შვილთა რო ატარებ. განსაკუთრებით როცა ასაკში შედიხარ. დათო რო შემოვა ჩემთან სახლში, ხო? ყველაფერი მავიწყდება, ტკივილიც, რა ვიცით, ყველაფერი. რომ მშიერი ვიყო, ისიც მავიწყდება, რომ უნდა ვჭამო. და საერთოდ სამივე შვილი. შვილების კარგად ყოფნა და რო შემოვლიან და მკითხავენ, დედა როგორ ხარ? ჩამეხუტებიან, მომეფერებენ, ესაა ჩემი ბედნიერება. პირველი ბედნიერი მომენტი რომ 3 წელს ბავშვი არ მიხდებოდა ვიყავი ბერწი და როგორც სულ ერთი იყო გოგო დაიბადებოდა ბიჭი ხო იცი ცხოველი რაღაცა ოღონდ გაჩენილიყო და რო გავიგეცეო ფეხბურთით ვიყავი და ნუ ბაკო რო გაჩნდა ივამ დაანგრია ქვეყანა რომ ბავშვი გაჩნდა როგორც იქნა და მეორე მომენტი რომ აი მზეზე სინათლეს ხო ვერ ამჩნევს წერტილს იმას აი შვილებს რო უყურებ ჩვენი მზეები არიან და ამიტომ ვერ გეწყვე ბედნიერებაც აი სუბედნიერების მომენტია განცდა ამისი და როგორც მზეზე ვერ შეატყობ ლაქებს ისე შვილებში ვერ გამორჩევ ერთ ბედნიერ დღეს სანამ ისინი იარსებებენ და სანამ მე მაგათ უყურებ ხა მართალია ყველა დედა-დედაოს უმეკითხება და დედინაცვალსაც მეძახის ხანდახან მაგრამ ჩემთვის მათი იწყება ცხოვრება და მათი თავდება სხვა სიხარული არ შეედრება ამას. მაიკო და ქალწუნა მარინა, თქვენ აი გახსენდებათ? მე გადაცემა დავიწყე ფოტოთი, ყველას აქვს დედის ფოტო, რომელიც განსაკუთრებით გიყვარს და ნუ მაგალითად გოგოებს აქვს, მე მაგალითად მაქვს ესეთი აი რაღაც კადრი, როდესაც მახსენდება დედა ერთ-ერთი არის, როდესაც ვიყავი 9 წლის, როდესაც გაგრაში რაღაც დაბადების დღეს მიხდიდა და ესე დატრიალებდა და მახსოვს ესეთი თეთრი რაღაცა ცისფერი რაღაც ძოლები და რაღაც კაბა ეცვა და აი ეს კადრი ჩემთვის არის აი რაღაც აი იმის გამომხატველი. რა არის თქვენთვის? აი რა გახსენდებათ ბედნიერების წუთები ერთად ყოფნის? ისე როდესაც ერთად ვართ, ძალიან კმაყოფილი ვარ მე, რომ შევალ სახლში და მაიკოს ჩუსტები დევს, ესე იგი არ არის სახლში, უკვე ხასიათი მიფუჭდება. თუ მიხვედი და თუ სახლშია, ძალიან ისე დელიკატური და ისეთი მომენტი იყო. რა გახსენდება? რა დაგეთქვა? მე ხო ისტერიკანი ბავშვი ვიყავ. არა, ისტერიკანი ნუ ვიყავ, მართლა მე ჩემნაირ შვილებს ვიყავ. აი ვიწვებოდი ფეხებს ვაბამები. აი რამე კარგი თქვა. არა, და ვერ ვიტყვი. არა, ეს გამახსენდა ახლა კადრებად. და დაბადების დღეს სახლში შეერე თქვი, დაბადების დღეზე გამახსენდა რაღაცას მიბზადებს, ასე კაცი ავტყათი რაღაცას. და აი შევფეროთ, აი ხო თუ არ გაჩერდებიო, მიგატოვებო და წავალ და თებაშები უნდა მოვიდეს კლასელებთან. გაჩერდი, თორე მიგატოვებ, გაში. არ გავჩერდა, მიმატოვა და დამტოვა, გასაკეთებელი ტოლმები. იმები, ხათმის ფეხები გასაკეთებელი და ბავშვები მოვიდნენ და ეს გამომწა, რა იგამახსენე. იკა, კალდერინა. ყველაზე დიდი საჩუქარი რაც მე ჯერჯერობით შემძელი რომ დედა ჩემს გაუკეთო საჩუქარი რა, კარგი ამბავი არის, გამოუცხადე უკვე აშენებულზე, უკვე გარემონტებულზე, რომ მე ბათუმში ზღვის პირას თქვათ ბინა გავაკეთე და მე პოსტფაქტუმ ჩავიყვანე და ვაჩვენე და ვიცი რომ გიждდება ზღვაზე გიждდება ამ ყველაფერზე სახელმწიფოს რო დავჯექით მაგიდასთან სიურპრიზი მაქვს თქვენთვის სიურპრიზი გავუკეთე მაგრამ რა სიურპრიზი თქვი და აი ესე გასაღები აი ჩემთვის ყველაზე დიდი ალბათ ბედნიერება შოკი იყო როდესაც სოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი თეატრის, ყველაზე სახელგანთქმული თეატრის, რუსთაველის თეატრის სცენაზე ორივე დამოუკიდებლად მიიღო ბატონ რობერტ სტურვამ, მეოთხე კურსზე იყვნენ და პირველად ვნახე ორივე ერთდროულად ქართულ სცენაზე და ეს იყო ჩემთვის. თქვენ რა გახსენდებათ? მე რა მახსენდება და ბედნიერება კი ნახა უბედურებად გადამექცა. მე ერთხელ ვისხედით რა და ეხა
დედაო, მით რა ასაკში ვარ ეხლა და ეს ხმაური და ბავშვები ბიდი მოიდა. ჩემთვის წნარად მინდა ცალკე ცხოვრებაო. ამ ლაპარაკმა გაიარა რა. ორ თვე ნახევარში ვიყიდე ეზო, ავაშენეს სახლი, გავარემო და გავაწყვეტა, წავიყვანე დედაჩემი და რო შევიყვანე ეს სახლი შენია მეთქი, გული წავიდა სულად გასადა. ჩვენი საუბრის ბოლოს ჯერთი მინდა რომ ჩვენგან ჩემგან თქვენ საჩუქრად მიიღო. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით. თავის დროზე ბერმა გაბრიელმა ბრძანა. ადამიანის ორგანიზმს შეუძლია აიტანოს 45 დელი სიძლიერის ტკივილი. მაგრამ დედა მშობიარობისას განიცდის 57 დელი სიძლიერის ტკივილს. ეს იგივეა, რაც 12 ძვლის გადამტვრევა ერთდროულად. დედა, დედიკო დე, სიტყვა რომელსაც ასაკი არ გააჩნია. დედა, ადამიანი რომელმაც 9 თვე საკუთარი სხეულით ხო რომ მთელი ცხოვრება საკუთარი გულით გატარა. დედა, ადამიანი რომელსაც შეუძლია საკუთარი თავი გასწიროს შვილის სიცოცხლისათვის დაუფიქრებლად. ნუ გაუნაწყენდებით დედებს, ნუ აწყენინებთ, ნუ ატკენთ გულს. წვრილმანებისთვის ნუ შეეკამათებით პირიქით, ჩაეხუტეთ, აკოცეთ, მოეფერეთ, ეს ხო მისთვის დიდი ბედნიერებაა. დააფასეთ სანამ ყავთ დედები. ვა, დირება. და კაი მართლა. აიმე. იშიმშილა და იტანჯა ჩემთვის გასამართლებლად აბარ ამეთქმის. მონანიება შორეგზით მოდის, ყველაფრისათვის მოვიხდი ბოდიშს. მაგრამ ვაი რომ არის გვიანი, რამ წარეცდება ადამიანი. აი ამიტომ მოგმართავთ ყველას, სანამ დრო არის ეფერეთ დედას. მაგრამ თუ უკვე ცოცხალი არ ყავთ, იქ რომ დაადგეს სხივი ნათელი, ნუ დაიზარებთ. მშობელ დედისთვის დაანთებთ თუნდაც ერთი სანთელი. ძალიან დიდი მადლობა ბატონო დათო. ემოციებით ვიყავ. პირველი სტუმრობაა თქვენი, პირველი შეხვედრა ჩემთან და რა ვიცი, მე მგონია რომ ამ გადაცემაში ყოველს რაღაცა ემართება სხვანაირები ხდებიან და დღეს ბატონო დათო იყო სრულიად სხვაგვარი. ძალიან დიდი მადლობა. უღმესი მადლობა ამ გულწრფელობისთვის და რასთორე იმისთვის რომ დედა მოგვიყვანეთ სტუმრად. კვარტეტის ბიჭებს თხოვ ჩვენთან სტუდიაში და ყვავილები ყველა დედას თუ შეიძლება.